სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს. დღეს გვაქვს ძალიან ფართო მრავალფეროვანი პროგრამა. დილით 12 საათზე გაიხსნა ჩვენთან ფოტოების გამოფენა, ნაზი გაბაიტის ფოტოების გამოფენა, 80-იანი, 90-იანი წლების სურათები, რომელიც ასახავს ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბების პერიოდს, სამოქალაქო ომის პერიოდს და ასე შემდეგ. ახლა ჩვენ ვიწყებთ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც მიძღვნილია დამოუკიდებლობის დღისადმი. ყავს რამოდენიმე მომსენებელი, ბატონი გოჩასა ისტორიკოსი პროფესორი გოჩა საიდიძე, პარიზიდან ჩაგვერთვევა პროფესორი ისტორიკოსი გიორგი მამულია, შემდეგ დიტო შველიძე, პროფესორი დიტო შველიძე იქნება, ასევე ფინეთიდან ჩაგვერთვევა რენო სირაძე, რომელიც ისაუბრებს ფინეთის როლზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებაში. თომა ჩაგელიშვილს აქვს ძალიან საინტერესო კინოქრონიკების ისტორია, ანუ როგორ მოვიდა ჩვენამდე ის კინო კადრები, რომელიც 18-21 წელს იყო გადაღებული და ჩვენს აღამოს დაასრულეს ბექა მიდიაშვილი მოხსენებით ეკლესიის როლზე და დამოუკიდებლობის აღიარების პერიოდში და 6 საათზე ჩვენთან პირველად ჩვენ დარბაზში იქნება საფორტეპიანო კონცერტი, სადაც კლასიკურ ნაწარმოებს შეასრულებენ კონსერვატორიის და ნიჭიერთა აწმედის ახალგაზრდა შემსრულებლები.